გამარჯობა, მე მარიამი ვარ, წიგნის კლუბ სათილისმოდან. დღეს მე და გაბრიელი შევიკრიბეთ ერთ წიგნზე სასაუბროთ, რომლის ავტორიც გახოთ ყველასათვის საყვარელი ასტრიდ ლინდგრენი. გაბრო, რომელი წიგნი შეარჩიე ამ ავტორის? ლოტა აურზაურის ქუჩიდან. ვისია ეს წიგნი? ლოტა იუნასი და მია მარია. და საცხოვრობენ ეს ბავშვები? აურზაურის ქუჩაზე. სინამდვილეში ამ აურზაურის ქუჩას სულაც არ ქვია ეს სახელი. მექოთნეების ქუჩაა. მაგრამ მას შემდეგ დაერქვა რაც აურზაურის ქუჩა, რადგან ლოტა იუნასი და მია მარია რო დაიბადა, ძალიან ხმაურობდნენ იმ ქუჩაში. განსაკუთრებით კვირას. მამას რო ეძინა და დასვენება უნდა და სწორედ მაშინ ყველაზე მეც ხმაურობდნენ ხოლმე ბავშვები და ვინ დაარქვა აურზაურის ქუჩა? მამამ დაარქვა, ხო? როგორ შეიძლებაო, სადაც ეს ბავშვები არიან, იქ სიმშვიდე იყოსო და ამ ქუჩას აურზაურის ქუჩა დაარქვა. განსაკუთრებით რომელი პერსონაჟი მოგწონს შენ და ვინ არის ამ წიგნის მთავარი გმირი? მთავარი გმირი არის ლოტა და ძალიან ხიარული და ძალიან ცელქი ბავშვია. ძალიან ცელქი გოგონა არის. რამხელა? 4 წელსაა და უნდა რომ გაიზარდოს და დიდი იყოს. მისი ოცნებაა რომ გახდეს ისეთივე დიდი, როგორც მისი და-ძმანი არიან. და სულ ეჯიბრება მათ. რას გააკეთებს ერთხელაც, ხომ არ გახსოვს? წვიმაში გავა და ეგონება რომ გაიზრდება, მაგრამ მე დაძებნიან და მე დედა და მამა რომ მივნენ და რომ ნახავენ. მე იტყვიან აქ რატო ხარო და იტყვის რომ ძალიან მინდაო რომ გავიზარდო. ლოტას ეგონა რომ როგორც ბოსტნეული და ხილი იზრდება და მორწყვას ჭირდება, ისე შეიძლებოდა რომ მისთვის წყალი დაესხათ და გაზრდილიყო. ლოტა ძალიან საყვარელი ბავშვია. მართალია ცელქია და აუნავარია, მაგრამ ეს ყველაფერი ბავშვურობით მოსდის. შენც ცელქი ხარ თუ შენ ცელქი ხარ, ხო? და ამ სიცელქეში ბევრ საინტერესო რამეს იგონებენ ბავშვები ხოლმე. ლოტა რას მოიფიქრებს ხოლმე, რას აკეთებს, რაღაცებსაც იგონებს კიდეც. ისე უბრალოდ არ თამაშობს. ძალიან უყვარს სადაძრომა ხოლმე. ხეებზე აძრომა. იქ იუნას მე მგონი პატარა ხის სახლი აქვს გაკეთებული. მან შედიან და თამაშობენ. იქიდან რაღაცა თოკით მე მგონი ჩამოდიან. სადილი აქვს. ის სადილი და ვეჭავ. მართალი ხარ. ერთხელაც ერთ თავს ქვია ამ წიგნში ლოტა ზანგიმონა. რატომ დაარქვეს ლოტას ზანგიმონა? რადგან დედამისმა ლოტა ცუდად იქცეოდა თავის სტუმარზე ცემა და ცუდად მოექცა სტუმარს. ძალიან ცუდად მოექცა და მე ამიტომაც მე დედამისმა დასაჯა და ერთ დიდ სახლში პატარა სახლში, პატარა ქოხში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანი იყავი განმარტოებით და დაფიქრდი შენ საქციელებზე, ხო? მაგრამ ლოტას ფანტაზიას საზღვარი არ აქვს და წარმოიდგინა რომ რადგანაც იყო და იუნასი მია მარია და კიდევ ერთი გოგო იყო. ახლობის ნათესავები რომ მოვიდნენ სტუმრად. მე კიდე უთხრეს რომ ამოგიყვანდო და ჯერ პერაშკები ჩააგდეს. ღვეზელი ჩაუგდეს და მე ნაცარი მოეცოთ, ხო? მოეცხო და ლოტა ამბობდა რომ არა შეჭამო ამასო და მე თავის მასტუმარმა უთხრა რომ მაშინ აღარ გვინდაო და მანდ იქნებიო დიდი ხანიო რა. და მე ერთ ლუკმაში გადასანაცვლა ყველაფერი. ხო, თან ძალიან სუნაგია, ძალიან უყვარს, საჭმელი, ტკბილეული და ნამდვილი ბავშვია. ერთ-ერთი ამბავი ესეთი თავი ეთმობა წიგნში, რომელსაც ქვია საშობაოს ამბავს. შობის როგორ ლამაზად აღნიშნავენ შობას ამ წიგნში. ხომ არ გახსოვს რას ეკეთებენ ბავშვები და რა არის მათი მიზანი? როგორ ემზადებიან შობისთვის? ნამცხრავს ყიდულობენ და ლოტამ იუნასმა და მია მარიამ რო იყიდეს ნამცხვარი. მე ლოტამ ერთ ლუკმაში გადასანაცვლა რა. და მე კიდე იუნასი და მია მარიამ რომ უთხრეს რომ რატო შეჭამეო, იმიტომ რომ გაფუჭდებოდაო შობის რამესო და მე არ დაუცადა შობას. 3 თუ 4 დღეში შობა იყო და მიზეზი მშვენიერი მოიფიქრა ლოტამ რომ საშობაოდ მაინც გაფუჭდებოდაო შობამდეო და ამიტომაც გულმა ვერ მოუთმინა და მიეპარა სასუსნავს. გახსოვს ერთხელაც ლოტა როგორ გაუნაწყენდება დედას და რას გადაწყვეტს? მარტო ცხოვრებას და დეიდაბერგთან მივა და ეტყვის რომ შეიძლება რომ შენთან ვიყო და დავსახლდეო და მე დეიდაბერგი რო ის ეტყვის ძალიან გაუხარდება და ცალკე ოთახში მოუწევს. ყველა ბავშვს მე მგონი უყვარს
ცალკე ცხოვრება. რაღაც ბევრი ხშირად ბავშვებს ახასიათებთ ხოლმე, რომ ცალკე მოიწყობენ კუთხეს, ხანდახან მაგიდის ქვეშაც თამაშობენ, ზოგჯერ ხეზე ადიან და იქ რაღაც შტაბს აწყობენ ხოლმე. შენც ხომ არა გაქვს ესეთი საყვარელი ადგილი სახლში? სახლში ხის რაღაცა არ მაქვს გაკეთებული, მაგრამ რაღაცა სათამაშოებით შენი კუთხე გაქვს ალბათ, ხო? ეს არის ერთგვარი დამოუკიდებლობა ბავშვების, რომ უნდათ საკუთარი სივრცე, სადაც თვითონ არიან დიასახლისები, რომ თვითონ არიან აი ამ პატარა კუთხისა და პატარა სახლის მთავარი პერსონაჟები. და ქმნიან ასეთ ლამაზ სამყაროს, იგონებენ და ფანტაზიორობენ თავის მეგობრებთან ერთად. შენ და ძმასთან ერთად თამაშობ ალბათ ბევრს. ძალიან ბევრს. და რას იგონებთ ხოლმე? ძალიან ბევრი საჭიროები მოჩუქეს და ძალიან ბევრი რაღაცას ვთამაშობ და ერთი რაღაცა მოვიგონეთ რა. ანუ უნდა წააქციო და ქულა გაქვს. უი, რა საინტერესო. ჯუჯები ვართ რა და ერთი არის ადამიანი და კატა ყავს და კატა უნდა დაიცვას ის ადამიანი და ჯუჯას უნდა დაახტეს რა. და იმ ჯუჯამ უნდა წააქციოს ადამიანი რაღაცნაირად. კატა ხო რო დაახტება, აი უნდა მივიდეს ადამიანთან და უნდა წააქციოს. და კლასშიც ვთამაშობთ. იცი რა არის? გაბრო, როგორც ამ ამბავში არის მოყოლილი ლოტას ცელქობები, ხომ არ დაწერი იმ შენს თამაშზე? მოიფიქრე პატარა შეიძლება რომ მოიფიქრო პატარა მოთხრობასავით, სადაც თავარი პერსონაჟები თქვენ იქნებით და დაწერე ეს თამაში. როგორ თამაშობთ, აღწერე. რა არის ამ თამაშის თავარი წესი? რას იგონებთ ხოლმე? რატომ მოგწონთ ეს თამაში? შეგიძლია რომ აი ამაზე კარგი ამბავი და პატარა მოთხრობასავით გამოგვივიდეს და დავწეროთ. როდესაც ლოტა ცალკე გადავა საცხოვრებლად, დედა როგორ იქცევა მერე? მე უნდა რომ უკანგენ იმას ქნას. დაიბრუნოს, ხო? დაიბრუნოს, რადგან ანუ ვერ იძინებს ლოტას გარეშე და ძალიან უყვარს თან თავისი შვილი რომ მარტო წავა, გარდობს. დედები ძალიან განიცდიან. რა თქმა უნდა, მაგრამ ლოტა როგორ იქცევა? პატიობს დედას ადვილად? არა. აბრაზებას, ხო? თან ძალიან უნდა დედასთან, მაგრამ თან ჯიუტობს. შენ როგორ მოიქცეოდი ლოტას ადგილას? მე დედას დაუბრუნებოდი. ხო. მაგრამ ლოტას ადგილას რო იყო, დედასგან შორს არ წავედოდი მე, იმიტომ რომ ძალიან ცუდად წავიდოდა საქმეები, რადგან დედა რაღაცა, ცუდი რაღაცა რომ მოგოდის, შენზეა დამოკიდებული მაგ დროს და დედა რო ყავს, ის გიცავს ყველაფერზე. მართალი ხარ. მე მგონი ლოტა ამას ხვდება, რადგანაც ბოლოს, როდესაც დაღამდება და ოთახში სიბნელე შემოიპარება, თვითონაც ხვდება, რომ მშობლებთან დაბრუნების დრო მოდის. მღერის და მე მივა მამამისი და იცი, ამ სიმღერას რატომ ღერის ლოტა? იმიტომ რომ მარტო არის და რას აკეთებს? ეს სიმღერა რაში ეხმარება? რომ მე მგონი თავს იმხნევებს. შენ ხომ არ გახასიათებს რაიმე ისეთი შენი ჩვევა ხომ არა გაქვს რითიც თავს იმხნევებ ხოლმე და აგულიანებ საკუთარ თავს. აი ლოტასთვის მაგალითად სიმღერაა ეგეთი. შენ ხომ არა გაქვს ღერი. სიმღერა ძალიან ამხნევებს ხოლმე ადამიანს. ძალას მატებს, გულს უმაგრებს და ლოტა მე მგონი ამას თავისი ბავშვური ინტუიციით მიაგნო აი ამ ხერხს. საბოლოოდ ლოტა ხვდება მე მგონია რომ მშობლებთან დაბრუნების დრო და დედიკოს და მამიკოს ჩაეხუტება და ბრუნდება შინ. ხო, მართალია. ძალიან დიდი მადლობა გაბრო ამ წიგნისთვის, რომელიც ჩვენ ძალიან გვიყვარს, ხიარულად წავიკითხეთ და ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ ამ წიგნის კითხვისას. რას უსურვებ ბავშვებს, რატომ უნდა წაიკითხონ ეს წიგნი? იმიტომ რომ მიხვდებიან, რატო არ უნდა გაუფრაზდე დედას და რატო მაგრამ იცი რა არის გაბრია, ხანდახან უფროსებიც ვუშვებთ ხოლმე შეცდომებს, რომ შეიძლება ჩვენ დაუნებურად და დაუფიქრებლად უხეშად მივმართოთ ბავშვს და პატარებს, რაც მე მგონია რომ არ არის ლამაზი და ლოტას დედიკოს ალბათ მიხვდა ბოლოს იმას რომ არ უნდა მოიყვას ცუდად. ხო, რაღაც თავი შეკავება ყოველთვის ჯობს ხოლმე ასეთ დროს, ხო? კარგი და კიდევ რის გამო უნდა წაიკითხონ ეს წიგნი? რას გრძნობდი შენ ამ წიგნის კითხვისას? და ძალიან გავხიარულებათ და ძალიან ბევრს იცინიან ამ წიგნზე. იცინებენ, ხო, ბევრს. ძალიან დიდი მადლობა. გაბრო, შენს და ყველა ბავშვს უსურვებ, რომ ასტრიდ ლინკდენის წიგნებს, სადაც კითხავს მოკრავთ, ყველა წაიკითხეთ და ისიამოვნეთ, იმიტომ რომ ამაზე ძვირფასი ავტორი, არ ვიცი, ალბათ საბავშვო სამყაროსთვის ეს არის განძი, რომელიც აუცილებლად უნდა აღმოაჩინოთ და იკითხოთ ბევრი. მადლობა, გაბრო. ნახვამდის, დროებით.